თბილისის სამკურნალო ცენტრში ექთნების ნაწილი ხელმძღვანელობას უპირისპირდება მიზეზი დაწესებულებაში დაანონსებული ტესტირება. თანამშრომლებს ეჭვი აქვთ, რომ გამოცდა ოპტიმიზაციის მიზნით ტარდება. ამ ეჭვს სამედიცინო დაწესებულების გაყიდვაც უმყარებთ. მერიის საკუთრებაში არსებული ცენტრი ცოტა ხნის წინ ქალაქის მთავრობამ შეპესე მედისონზე გაასხვისა. სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ხელფასის მომატება ეს თბილისის ნომერ 1 სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის მედდების მოთხოვნებია. ცენტრის 70-მდე თანამშრომელი სამსახურის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობს. ამბობენ, რომ შენობას ახალი მფლობელი ყავს, რომელიც თანამშრომელთა შემცირებას გეგმავს. არ აწყობს კერძოს ამდენი თანამშრომელი, ამდენი ხალხი დააფინანსოს, ანუ თუნდაც იმ მცირედით, რაც გვაქვს ეს ხელფასები და ამიტომაც გვაქვს ამის საშიშროება და ისა და დროზე გვინდა რომ ეს ყველაფერი გაირკვეს და ანუ რაღაცნაირად მოეხედოს ამ საქმეს. სამკურნალო ცენტრის მედდები იძულებულნი ხდებიან სამსახური დატოვონ, რადგან შეუწყდათ ფიქსირებული 150 ლარიანი ხელფასი და მათი ანაზღაურება მხოლოდ ექიმის გამომუშავებაზეა დამოკიდებული. პირობებს გვიქმნიან ისიც, რომ იძულებულები გავხდებით, რომ წავიდეთ. ეხლა მაგალითად ბოლო კრება ჩატარდა 28 დეკემბერს. და 28 დეკემბერს გვითხრეს, რომ გვექნება ჩვენ ხელფასი ექიმის შენატანის 5%. სამედიცინო ცენტრის ახალი მფლობელის წარმომადგენელი სამკურნალო ცენტრში ოპტიმიზაციის პროცესზე საუბრობს. დიმა ტოკლიკიშვილის თქმით, მედდების საკითხი იანვარში ტესტირების საფუძველზე გადაწყდება. მექანიკური შეცირება არ იქნება, არავითარ შემთხვევაში არ იქნება, რომ ვიღაცას ვიღაცა არ მოწონს, ვიღაცა გამორიცხულია. მაგისთვის ჩვენ მომზადებული გვაქვს ტესტები და რეიტინგის მიხედვით იქნება აქ მედდების შერჩევა. დაპირობით გადასცა თბილისის მერიამ კომპანია მედისონს ნომერ 1 სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრი უცნობია. მერიაში ამბობენ, რომ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების მთავარი პირობა შენობისთვის პროფილის შენარჩუნება იყო.